შემდეგი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ჰიდროდინამიკული განტოლებების ზოგადი ანალიზის დროს, არის ეგრეთ წოდებული მსგავსების პრინციპი და მსგავსების პრინციპი აღმოჩენილი იქნა პირველად ექსპერიმენტულად, ის აღმოაჩინა ოსბორნ რეინოლდსმა, როდესაც ის სწავლობდა, ეს იყო პირველი ექსპერიმენტები, როდესაც სისტემატურად დაიწყო ტურბულენტობის შესწავლა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა რეინოლდსმა თავისი მსგავსების კანონი და ამიტომ მოდით ისტორიულად მივყვეთ როგორც იყო და შემდეგ გადავიდეთ თეორიულ ნაწილზე. ესე იგი, რა შვებოდა რეინოლდსი? რეინოლდსი სწავლობდა რაღაცა მილში აირის დინებას, ამასთან ან სითხის, ამასთან მას ჰქონდა შეღებილი პატარა ჭავლი და ამ ჭავლის ცვლიდა რა მილის დიამეტრს და შემადგენლობას, ასევე აირის ან სითხის შემადგენლობას და მის სიჩქარეს, ის სწავლობდა უპირველეს ყოვლისა, მან პირველმა, ასე ვთქვათ, ცხადად აჩვენა, რომ არსებობს ორი მკვეთრად განსხვავებული რეჟიმი სითხის მოძრაობისა, ლამინარული, რომელიც ხასიათდება რეგულარული მოძრაობით და ტურბულენტური, როდესაც ძალიან სწრაფად ხდება დინების სრული ქაოტიზაცია, რაც რეინოლდს ექსპერიმენტებში იმაში გამოიხატებოდა, რომ ეს ძალიან წვრილი შეღებილი ჭავლი უცბად იძღაბნებოდა მილის მთელ მოცულობაზე და რეინოლდსმა პირველმა აჩვენა, რომ არსებობს ორი კარდინალურად განსხვავებული რეჟიმი დინების, ლამინარული და ტურბულენტური და რეინოლდსის ექსპერიმენტების მთავარი შედეგი ის იყო, რომ აი ეს როდის ხდება რეჟიმის გამოცვლა, როდის გადადის დინება ლამინარულიდან ტურბულენტურში, არ არის დამოკიდებული ცალკე განყენებულად ან ნივთიერებაზე, ან მხოლოდ სიჩქარეზე, ან მხოლოდ მილის დიამეტრზე. არამედ მან აჩვენა, რომ ეს გადასვლა ყოველთვის დამოკიდებულია ერთადერთ პარამეტრზე, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, რეინოლდსის რიცხვზე და არ არის დამოკიდებული ცალკე სიგრძეზე ან ცალკე სიჩქარეზე, როგორც უკვე ვთქვი. ასევე რეინოლდსმა თავის ექსპერიმენტებით ანახა, რომ კრიტიკული რეინოლდსის რიცხვი, რომლის მერეც ხდება ნაკადის ტურბულიზება, სადღაცა რამდენიმე ათასის რიგის არის და ახლა გადავიდეთ ამ საკითხის თეორიულ ნაწილზე. სინამდვილეში მსგავსება საკმაოდ მარტივი საჩვენებელია. ვთქვათ, ჩვენ გვაქვს რაღაცა სითხის მოძრაობა, რომელიც ხასიათდება რაღაც ტიპიური სიჩქარის მასშტაბით და რაღაც ტიპიური სიგრძის მასშტაბით. მაშინ გადავიდეთ უგანზომილებო სიდიდეებზე, შემოვიყვანოთ უგანზომილებო სიჩქარე, უგანზომილებო დრო და უგანზომილებო კოორდინატი. ასევე მოვახდინოთ წნევის ნორმალიზება და მაშინ ჩვენ ვნახავთ, რომ უკუმშვადი ჰიდროდინამიკის განტოლებები მიიღებს აი ესეთ სახეს, სადაც ახლა უკვე ყველა სიდიდე უკუმშვადია და ერთადერთი უგანზომილებო პარამეტრი, რომელიც მთელ ამ განტოლებებში დარჩა, ეს არის სწორედ რეინოლდსის რიცხვი, საიდანაც ავტომატურად გამომდინარეობს მსგავსების პრინციპი, რომელიც თუ მკაცრად ვიტყვით, შეიძლება ჟღერდეს ასე, რომ ერთი და იგივე სასაზღვრო პირობებში ერთი და იგივე რეინოლდსის რიცხვის მქონე სითხის მოძრაობა და დინამიკა საერთოდ არის იდენტური და მსგავსების პრინციპი გვიჩვენებს, რომ მათემატიკურად თუ ვილაპარაკებთ, სიჩქარე არის ეს ჩვენი მახასიათებელი სიჩქარე და რაღაცა ერთგვაროვანი ფუნქცია, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ უგანზომილებო კოორდინატზე ახლა უკვე და რეინოლდსის რიცხვზე. ანუ მასში განზომილებიანი სიდიდეები შედიან მხოლოდ რეინოლდსის რიცხვის კომბინაციით, ასე ვთქვათ. ასევე გასაგებია, რომ ეს არის უმარტივესი უკუმშვადი სითხის შემთხვევა. ასევე გასაგებია შემდეგი, რომ თუ კი ჩვენ გვაქვს მაგალითად დამატებით სისტემაში სიმძიმის ძალა, მაშინ როდესაც ჩვენ სისტემას უგანზომილებას გავხდით, ჩვენ გაგვიჩნდება რეინოლდსის რიცხვის გარდა კიდევ ერთი უგანზომილებო რიცხვი გაჩნდება განტოლებებში, რომელიც იჯდება გასაგებია, რომ სიმძიმის ძალის შესაბამის წევრთან და ამ უგანზომილებო რიცხვს, რომელიც არის მახასიათებელი სიჩქარის კვადრატი, მახასიათებელი მანძილზე და თავისუფალი ვარდნის საჩქარებაზე, ქვია ფრუდის რიცხვი, ამიტომ თუ კი სითხის მოძრაობა ისეთია, რომ ესე იგი მასში ჩვენ გვაქვს სიბლანტეც და სიმძიმის ძალაც, მაშინ
მსგავსების პრინციპი გვეუბნება, რომ ერთი და იგივე სასაზღვრო პირობებში ორი დინებას, რომელსაც აქვს ერთი და იგივე რეინოლდსის რიცხვი და ფრუდის რიცხვი, მათი დინამიკა არის იდენტური და ასევე თუ კი ჩვენ გვაქვს რაიმე რხევითი მოძრაობა, მაგალითად დაკავშირებული იმასთან, რომ სითხეში ჩაშვებული არამესხეული, რომელიც მოყავთ რხევით მოძრაობაში, მაშინ შესაბამისად გასაგებია, რომ კიდევ გვიჩნდება კიდევ ერთი უგანზომილებო სიდიდე, რომელსაც სტროჰალის რიცხვი ქვია და ასე შემდეგ, რაც უფრო გართულდება ამოცანა, გასაგებია, რომ ეს უგანზომილებო სიდიდეების რაოდენობა მით უფრო გაიზრდება. თუმცა ასევე ნათელია, რომ რეინოლდსის რიცხვს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მთელ ამ ისტორიაში და აქედან კიდევ უფრო ნათლად ჩანს ის რაზეც ჩვენ ერთხელ უკვე ვილაპარაკეთ, რომ რეინოლდსის რიცხვი ეს არის ინერციული წევრისა და სიბლანტის წევრის ფარდობა ახასიათებს ინერციული წევრის ფარდობას ბლანტი ძალის წევრზე. ახლა გარდა თეორიული ფასეულობისა ამ მსგავსების თეორიას აქვს აგრეთვე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ისეთი დინება, რომელიც ძნელია ლაბორატორიაში მოდელირებისთვის, იმის გამო რომ სპეციფიური პარამეტრები აქვს, გასაგებია, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვახერხოთ ამისი მოდელირება, თუ კი მაგალითად ჩვენ ავიღებთ სხვა სიბლანტის დინებას და შესაბამისად ჩვენ მიერ აღებული მასალის სიბლანტე იქნება გაცილებით ნაკლები, ვთქვათ, სიტყვაზე წყლის სიბლანტეზე, ამ პირიქით მეტი იმის მიხედვით რა გვინდა, რაც ჩვენ საშუალებას მოგცემს შევისწავლოთ მსგავსი ამოცანა ლაბორატორიულ მასშტაბებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ კი რეალობაში ჩვენ იმ სისტემას ლაბორატორიაში ვერ გადმოვიტანთ. და ამისი მაგალითი არის მაგალითად სიტყვაზე გლიცერინი, საქმე ისაა, რომ გლიცერინის სიბლანტე დაახლოებით 650 ჯერ მეტია წყლისაზე, ამიტომ თუ ჩვენ გვინდა შევისწავლოთ, ვთქვათ, ძალიან მცირე ისეთი სისტემა, რომლის რეინოლდსის რიცხვი არის ძალიან მცირე, მაშინ ჯობია ეს გაკეთდეს სწორედ გლიცერინის გამოყენებით და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ ეს მსგავსების პრინციპი იძლევა ძალიან დიდ გასაქანს და შესაძლებლობებს სითხის სხვადასხვა მოძრაობების მოდელირების დროს.